მიეცით წამალი ბავშვებს შაბათის მარშზე დღეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე მოზარდების დახმარების მოწოდებები ისმის. უწყვეტი პროტესტის 507 დღეს ფილარმონიასთან იმ ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ, რომლებიც რამდენიმე თვეა შვილებისთვის წამალს ითხოვენ. სურვილი აქვთ ყობახიძესთან შეხვედრისაც, თუმცა უშედეგოდ. კანცელარიიდან მათ არავინ პასუხობს. მის გარემოცვაში გმობდა ცოტნე ივანიშვილი ძალადობას. ბიძინა ივანიშვილის შვილის ვიდეოს გავრცელების შემდეგ ის ადამიანები ამოიცნეს, რომლებიც პროევროპული აქციების მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ. მათ შორისაა ბექა მიგრიაული. საარქივო კადრების მიხედვით გასულ წელს კალაძის საარჩევნო შტაბთან დაპირისპირების დროს ის მოქალაქეებს სცემდა. მიგრიაული ცოტნე ივანიშვილის წინ იჯდა, როცა ის ამბობდა, რომ სტკივა და გმობს ძალადობას. 5 დაღუპული, 10 დაჭრილი, მათ შორის 1 ბავშვი და სპეცრაზმის შტურმი. ასეთია კიევში დღეს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია. რუსეთის არმიის ყოფილმა ვიცე-პოლკოვნიკმა, რომელიც კიევში ცხოვრობდა, ხალხს ცეცხლიჯერ ქუჩაში გაუხსნა, შემდეგ ის სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. დიმიტრი ვასილჩენკოვმა წინააღმდეგობა გაუწია პოლიციასაც, რის შემდეგაც სპეცრაზმი მაღაზიის შტურმზე გადავიდა. თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, 4 მძევალი სიკვდილს გადაურჩა. ანექსირებულ ყირიმში რუსული სამხედრო ფლოტის გემები დაბომბეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით დაზიანდა სადესანტო ხომალდი იამალი, აზოვი, კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი და კატარღა. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა რუსების რადიოლოკაციური სადგური, კავშირგაბმულობის სისტემა და ნავთობბაზა.